თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ოპოზიციონერ პოლიტიკოს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა ედება ბრალად. კერძოდ გამოძიების ვერსიით 29 ნოემბერს ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვას სცადა. საქმე წინა სასამართლოს ხდომის ეტაპზეა. პროცესზე ალეკო ელისაშვილმა სიტყვა პატრიარქის სამძიმრით დაიწყო. დაკავებულმა პოლიტიკოსმა ხდომაზე ასევე პროკურატურას მიმართა კითხვით, როდის დაუბრუნებენ მის ოჯახს იმ ტექნიკას, რომელიც 4 თვეა წაღებული აქვთ. ელისაშვილი ასევე დაინტერესდა, რა მოტივით აქვს აკრძალული სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან. ყველანი და მე უბრალოდ ერის მაგარი პროკურორთან მაკითხვა ორი წინასე დაუსვი წინასწარმოებაზე და პრესენს მიმართებოდა ახლობლად ეგეთი პასუხები მოისმინე და იქნება ამისნა მეოთხე თვეა წარებული გაქვს ჩემი ოჯახის წევრების ლეპტოპები და ტელეფონები. როდის დააბრუნა? პაროლები გითხრეს, ყველაფერი გითხრეს 4 თვე რას ეძებთ იმ ტელეფონებში და ლეპტოპებში. იქ უფრო კიცებულებები უკვე გადაცემული. კონკრეტულად მითხრათ, როდის დაუბრუნებთ იმ თვეს ჩემი ოჯახის წევრებს, რომელიც წაღებული იყო. მეოთხე თვე მათვალებენ ციხეში, რომ არა ზარების უფლება ოჯახის წევრებთან შეხვედრას ყველაზე მეტად მადადებს და ზარები იმდენად არ მადადებს. ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ სამას ტელევიზიაში უნდა ვაიყო და მაგით მიგზავნოთ, მაგრამ ოჯახის წევრებთან მინდა შეხვედრა ციხეში, რომ რა გოეს ყავლო შევშვიდებს და ჩვენს მეუღლეს. ამას მიგზავნოთ, რომ მესმოდეს რატომ იმ ციხეში სადავზიო მილიონი აკრძალვა, მაგრამ ის აკრძალული მესმის ლოგიკური და თეორია. მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენო, რომ მეუღლები ერთადერთი მოტივი უეძებათ. შვილებს არ შეხვდეთ მეუღლეს ციხეში 1000 კამერის თანდასწრებით. იმიტომ რომ მოახდენ მოწმეზე ზეწოლას ეს არ ამისის. და ამიხსენით წინაზე გიქხეთ და აისხეთ და რა ვიცი რაღაცა ათი პასუხია საკინოდაც კი არ ჩატარდა. ან მოსამართლებელი იცის თქვენ ამიხსენით რა შესაძლოა. მე მიმეჩნია რომ მავნებობა და მეტი არაფერიო მაქსიმალურად მაწვალოთ იმ ციხეში. ოპოზიციონერ პოლიტიკოს ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. გამოძიების მტკიცებით მან სასამართლოს შენობის დაწვას სცადა და ამ მიზნით გასული წლის 29 ნოემბრის დილას შენობასთან მივიდა ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული. პროკურატურის თანახმად ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ელისაშვილი მას თავს დაესხა და დაუწყო ცემა. ალეკო ელისაშვილი არ უარყოფს, რომ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვას გეგმავდა. ის ქმედებას აღიარებს, თუმცა უარყოფს მუხლის კვალიფიკაციას ტერორიზმს. ელისაშვილი თავის ქმედებას პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმას უწოდებს. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.